მამარდას გამოჩენა, ლორიამ დაიწყო ეგ ყველაფერი, რომ აი რევიშვილი, ლორია, რომ აი რაღაცა მაშინ ძველ მეკარებს რო გადავხედოთ, ხო, დევაძე, გვარამაძე, ზოიძე, კარგი ბიჭები იყვნენ, თვითონ ნათქვამი, რომ მეკარეების სკოლა არ არსებობდა. თანდაყოლილი ნიჭის ხარჯით გადიოდნენ ფონს რა. თანდაყოლილი ნიჭი ქონდა და ვარჯიშები არ არსებობდა მეკარეების ესეთ. ახლა იმ დღეს მამარდას მამა ჩავწერეთ და გითხრა, რომ იმდენი ვარჯიშია და მეც იქიდან ვიღებ, რომ ქალთა ნაკრებშია მამარდას მამა და იმდენი ვარჯიშია მეკარეების, ისეთი გარჩევები და ასე შემდეგ შორს ვარ წავიდე, დღეს სხვა დონეზეა მეკარე და ბავშვებსაც რო უყურებ, ბევრი აი მამარდას ტანის მეკარე გამოჩნდა ბავშვებში უკვე კარში დგომა ის აღარ არის, აი ჩემ ბავშვობაში რო იყო წინ ვერ თამაშობდა დიდ კარში, ეგ აღარ არის. უკვე მეკარეობა სიამოვნებთ, ხო? აღარ იძახია რომ მე კასივასი ვარ, ბუფონი ვარ და ასე შემდეგ გენიალური მეკარეები, რა თქმა უნდა, შმაიხელი ვარ და რაღაცა. იძახიან მე მამარდა ვარ და ბავშვებს უკან მამარდა აწეხა. დიღმის მასივში ცხოვრობდა, ეზოში რო გამოდიო, მე კარში ვიცდეს, ყველას წვანე მაისური აწვია ნაკრების, უკან მამარდაშვილი აწერია. სხვანაირად წამოვიდა. უკვე ნახე, ყველაზე მთავარი რა მოხდა და რამ სიამოვნის. მამარდა ლოკომოტივიდან გაფრინდა. მამარდა თბილისის ლოკომოტივიდან გაფრინდა. ეგ რას ნიშნავს? მე რომ მეკარე ვიყო ეხლა და ვიწყებდე ბავშვი ვარ, ჩემთვის უკვე რაღაცა ზღაპრის ფურცლებზე დაწერილი მითები არ იქნებოდა ეს რა. ჩემ თვალწინ მოხდა ხო, ლოკომოტივიდან კრაიოვას, მოსკოვის დინამოს, მერე გრანადას ეთამაშა და უხეშად რო ვთქვა, საკუთარი თავი კარგად გაყინდა რა. აი ესე ყველაზე კარგი სცენა იყო. და აქამდე ამას ვერ ვიყენებთ. აი ასე რომ ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელისთვის, ვინც აი ახლა იწყებს, ვინც ჩვენ ჩემპიონატში თამაშობს ახალგაზრდა, საკვალიფიკაციო ეტაპები არის ყველაზე მაგარი გასაყიდი და წარმოსაჩენი შენი თავის. ყველაზე მაგარი ავანსცენაა, რომ გამოხვიდე და დაგინახო. მეკარეებს რო ვესაუბრები, დღეს 90% მეტი თუ არა, უკვე უყურებენ მაღალ მეკარეს. ნიჭთან ერთად აი ტან მაღალი თუ არის მამარდასავით, ლორიასავით, აი ის მისწრებაა და ის არის ძალიან კარგი.